ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებს გორში შეხვდა და ამ შეხვედრაში იმდენად ენაწყლიანი აღმოჩნდა, რომ მისი იუმორის გრძნობა ისევ ქართული ინტერნეტის განხილვის საგანი გახდა. შეხვედრის დროს უხვად გაბნეული იუმორისტული მარგალიტები News Voice-მაც ამოკრიბა. კვაჭი კვაჭანტირაძე და ყვარყვარე თუთაბერი ძმები არიან. ძმები თუ არა ნათესავები მაინც არიან დანიელ ორტეგა და პოლ პოტი, რომელმაც ინტელიგენცია ყელამდე მიწაში ჩაფლა და შემდეგ გააუპატიურებინა. რომ აერევა ეს არაა ქართულში ტრაგედია. ტრაგედია მხოლოდ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი იყო. დიახ, სწორად მიხვდით. ეს მარგალიტები მედიასთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრიდანაა, რომელსაც ასპარეზი ამჯერად გორში დაეთმო. ტრადიციული შეხვედრა ტრადიციულად წინა ხელისუფლების და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით დაიწყო და შესავლის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემას დაეთმო. იუმორის მოყვარულმა მოქალაქემ ჩვევას არც ამჯერად უღალატა, როცა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციით არა მარტო ჟურნალისტები, არამედ თვით წამყვანებიც კი გააოცა. მერე კი საკუთარ ნათქვამზე თვითონვე გულიანად გაეცინა. ყველა დიდი ქვეყნის ესე ვთქვათ სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული რომ თუ მართლაც გამართლდა და ეს ინფორმაცია გამოდგა და სიმართლესთან ახლოს იყო, შეიძლება ჩვენ მართლაც გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს. არის ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკამინაშვილი. და თუ ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ დასრულდება ყვარყვარიზმი. ისევ არიან ყვარყვარები და ცდილობენ უკან შემოუბრუნებას და კვაჭი და ყვარყვარე ძმები იყვნენ პრინციპში ქართულში როცა აურიემე, ეს არა ეს ტრაგედია. და აი პოლ პოტის ნახეთ ნიკარაგუაში რა ქნა და როგორ მოახერხეს იქ მარქსიზმმა, აუბედურება, იცით ხო, ინტელიგენცია ყელამდე ჩაფლეს მიწაში, გააუპატიურეს და მე თავი თოხებით იარაღიც ყველას არ უნდა ვეხმაროთ. ეს არის ის მარქსიზმის დანაშაულებრივი ამ მიმართულებით. მარქსიზმი კარგი ფილოსოფოსი იყო ამავდროულად და მე არ ვეხები მის ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, მაგრამ საქართველოს პირველ მოქალაქეს წინადადებაში ხანდახან რუსული სიტყვები ეპარება, მაგრამ ეს არაფერი. არ იცის რომ ტუნელი რუსული სიტყვაა, სამაგიეროდ სხვა ქართულ სიტყვას ჯურღმულს შეუცდომლად ამბობს. პრობლემა არც კოჰაბიტაციის მნიშვნელობის არ ცოდნაა, მოკლედ მთავარი სულ სხვა რამეა. ყველაფერი რაც გადაკეთებული და გადმოკეთებულია, რაც მიჭრილ-მოჭრილია, მაინც რუსთავი ორის ბრალი ყოფილა. რუსთავი ორია ყველაფრის მოკარნახე, ნახეთ რომ ჩემთან არც ერთ შეხვედრაზე აღარ მოდის. გამებუდნენ, კი არ გამებუდნენ. საკითხი აღარ აქვთ. მაგათი ყველა ტრიუკი ვიცი, კითხვას როსვავენ უკვე ვიცი შიდრა ჩაგდებული და პასუხობ სწორად. დანახვა აღარ უნდა ჩემი, არც მიბადიჟებაზეც უარი მითხრეს და აღარ უღარ მოკლედ ესე ვთქვათ. საზოგადოებასთან დაავიფიცებ თუ გინებათ რომ აბსოლუტურად ვიცოდი რომ დაახლოებით ეს იქნებოდა. დაახლოებით ესეთი 4 წელიწადი იქნებოდა. ხალხს ჰქონდა სხვა მოლოდინი და საერთოდ გადაჭარბებულმა მოლოდინმა გამოიწვია ბევრი სიმედგაცრუება. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით პოლიტიკოსებზე გავრცელებული იუმორი ახალიცებს. გორში პაატა ბურჭულაძე გაახსენდა და თქვა სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებო. ამიტომ იუმორი მოიშველია, ოღონდ ასე. ქართველები მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ. აი გინესის სიგნის ავტორები წევრები ხო სამდენიც გნებავთ თქვათ. მარგველაშვილი გინესის სიგში შევიდა რომ მოვიდა თუ არა მეორე დღეს საკუთარ გუნდს ვინც მოიყვანა დაუპირისპირდა და ბურჯულაძემაც მე მგონი მაგარი რეკორდები დაამყარა. ამხელა იუმორი მე მგონი პოლიტიკაში არავის არ შემოუტანია და ესე მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩეკოს. როგორც მან მოახერხა ეს იშვიათია. ბოლო ანეკდოტი მე მგონი ესეთია რომ მან პარტია შექმნაო თუ ისა აქვს რა ქვია. დამკვრთელები ბიურო. როგორ როწერეს დაარტყავენ მიდიან და გამოდიან. სტალინს როგორ შეაფასებდა და მოიგო კახელმა. დააბრუნდა სოფელში და სოფლელი ვეკითხა ბიჭო რა თქვი ესეთი ამ სტალინზეო. რა თქვიო და როგორც ნახევრად სავსე ტიკიო ისე აჭანჭყარებდაო მთელ სოფლიოსო რაღაც 20 თუ 30 წლის განმავლობაშიო. ხო, კიდევ ერთი მთავარი არ გამოგვჩეს. ყველა სიკეთესთან ერთად ქვეყნის ეკონომიკა განვითარების უმაღლეს დონეზე ავიდა და 4 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებით ევროპაც გააკვირვა. რაც საქართველოში გატარდა პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით. აი აღფრთოვანებულნი არიან. თუ გინდ სტაბილურობით მახსოვს ევროკავშირის ელჩთან ბოლო შეხვედრა. მომილოცა პირდაპირ. საოცრება ხდება საქართველოში ამ ფონზე ევროპაც კი უარესად გამოიყურება როგორი სტაბილური ქვეყანა გახდა. ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ იპოთეკარების საკითხი იყო, რომლებსაც ყოფილი პრემიერი გასულ წლებში შველას პირდებოდა, ახლა კი მხოლოდ თანაუგრძნობს. როგორც ჩანს, ამასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ და იმასაც, რომ სანამ ბატონი ბიძინა გორში ჟურნალისტებს და მაყურებლებს აცინებდა, თბილისში ლიბერტი ბანკის ფილიალი დღეს ორჯერ სხვადასხვა ადგილას დააყაჩაღეს. ოკუპირებულ აფხაზეთში პასპორტიზაციის თემა კვლავ აქტიური განხილვის საკითხად რჩება. დე-ფაქტო მთავრობის